საკრებულოს წინ მშენებარე კორპუსის ღობეზე ირაკლი ჩავლეიშვილის პლაკატების გარდა ყველა პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პლაკატები შავადაა გადაღებილი. პარტია ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი თავართქილაძე აცხადებს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე სამსახურეობრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს და მოუწოდებს თანამდებობა დატოვოს. მისივე მტკიცებით ბრძანება ირაკლი ჩავლეიშვილმა პირადად გასცა. დღესვე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე თავიანთი პლაკატები ხელმეორედ გააკრეს და მართველი გუნდი უთანასწორო წინა საარჩევნო გარემოს შექმნაში დაადანაშაულეს. ბრალდებას აბსურდულს უწოდებს კოალიცია ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩავლეიშვილი. მისი თქმით, მხარდამჭერებმა პლაკატების შეცდომით გააკრეს, რადგანაც არ იცოდნენ, რომ ძველი ბათუმის ტერიტორიაზე პლაკატების გაკვრა აკრძალული იყო. ძველი ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირწმუნება, რომ პლაკატებს ხვალამდე ჩამოხსნიან. მერისინ შენებარე შენობაზე, რომელზეც რეალურად უფლებამოსილება და მშენებლობის ნებართვა გაცემული აქვს ამჟამინდელ საკრებულოს თავმჯდომარეს, მან მოითხოვა მშენებლობის სამშენებლო ბანერებზე მხოლოდ ექსკლუზიურად მისი პლაკატების გამოფენის. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტის პლაკატი არის ან დაზიანებული, ან შავად გადაღებული, არა მხოლოდ ჩვენი პარტიის და ეს არის, მე ვფიქრობ, რომ თანამდებობის ბოროტად გამოყენება საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის და მემაც მოუწოდებ, რომ წინა საარჩევნო პერიოდში გადადგეს. დღესვე დაიწყება ამ პლაკატების ჩამოხსნა, იმიტომ რომ კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს, ისევე როგორც ჩემთვის, ასევე სხვა დანარჩენი ამ ადამიანებისთვის, ვინც კენჭისყრის. ასე რომ აქ მე პრობლემას ვერ ვხედავ. ეს მათგან იყო დაწყებული, ამათმა დაინახეს, რომ პლაკატები გაკრული იყო და გააკრეს, რაც ჩემის აზრით კანონდარღვევაა, ამიტომ ამ ლაფსუსს ჩვენ გავასწორებთ.